მოქალაქეობა ესპანეთში არის თუ არა მარტივი? მოქალაქეობა ესპანეთში მხოლოდ ორი გზით შესაძლებელი არის. პირველი ეს არის ხელის მოწერით, თუ ესპანელთან ხდება მოწვევა, შეიძლება ქართველი იყოს და ესპანეთის მოქალაქე იყოს. ხელს თუ მოაწერთ, ეგრევე მოქალაქე არ ხდებით, უნდა გაიაროთ გარკვეული პროცედურები. კონკრეტულად 1 წლის შემდგომ თქვენ ვალდებული ხართ ჩააბაროთ სოციოკულტურული გამოცდა და ასევე დელეაურის გამოცდები და გარდა ამისა, თუ მალე გინდათ საბუთი, 3 თვეში ავტომატურად გენიჭებათ 5 წლიანი საბუთი, რომელიც მუშაობის და ცხოვრების უფლებას განიჭებთ. მაგრამ მოქალაქეობას აუცილებლად ჭირდება გამოცდების ჩააბარება. რაც შეეხება მეორე გზას, ეს არის ტრადიციული გზა, უწყვეტად უნდა გაგრძელდეს საბუთები, 10 წლიანი ჩაწერის საფუძველზე და 10 წლიანი ლეგალურად ყოფნის შემდგომ თქვენ შეგეძლებათ საბუთების შეკრება და უკვე თუ სრული გექნებათ, შეგვიძლია გავაკეთოთ ეს საბუთები და შევიტანოთ. აქაც რა თქმა უნდა გამოცდები არის მნიშვნელოვანი და ამ ეტაპისთვის ასე კი სამწუხაროდ არ არის შეზღუდული, არ მოიფიცოთ ასე კი ადამიანებზე ადრე იყო რაღაც ლოიალურობა, თუმცა ამ ეტაპისთვის სავალდებულოა მოკლედ ეს ყველაფერი. მეტი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოიწონოთ, გააზიაროთ და რა ვიცი, მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. თუ მეტი კითხვები გექნებათ, დამირთეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ უფრო მეტი ვიყოთ. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის.